იქნებ უკვე გინდათ რომ დამნებდეთ? რატომ უნდა დავნებდეთ? ჟენია თავის სტიქიაშია. მას გონია რომ ის საუკეთესოა და ბოლოს აღმოჩნდება რომ ასე სულაც არ არის. მოიცად, რას აკეთებთ აქ? სად მიდიხარ? თავგადასავლებისა და თავისუფლებისთვის შესახვედრად. რამდენი პათოსია. ჩვენ გადავრჩებით როგორც სპეცრაზმის ჯარისკაცები. რა? ყოველ დღე ნერვებს მიშლით და ძალიან მაბრაზებთ. ჭურჭლის რეცხვა მაინც ისწავლეთ, ჯარისკაცები ესენი. მე გავრეცხავ. ამჯერად ჩვენ არ ვიტყუებით. ჩვენ გავატარებთ 24 საათს დღეში. ჩვენ გავიგებთ რომელიც ჩვენგან შეუძლია გადარჩეს ველურ ბუნებაში სხვებზე უკეთ. თქვენ დღეში ნუ მაცინებთ. აბა წარმატებები. უბრალოდ გთხოვთ ფრთხილად იყავით და ნუ გაცივდებით. სახლში სადილისთვის მოდით. რა არის სადილზე? კარგი, წავიდეთ უკვე. არ მესმის რატომ ატარებ ამდენ მის? აზრი არ აქვს. თქვენ ორი დღეში 2 საათიც ვერ გაძლევთ. შენ როგორც პროფესიონალმა საერთოდ არაფერი წამოგიღია. დიახ, ჯარისკაცი ვარო, იძახდი. შენ წამოსვლამდე ძალიან ტრაბახობდი, მაგრამ არაფერი წამოგიღია. საერთოდ არ გესმით, ჩემი ტაქტიკა უკეთესია, ვიდრე ორივე თქვენგანის ერთად აღებული. როგორია შენი ტაქტიკა? სწრაფად წაეღო და წახვიდე სახლში ჩიფსის საჭმელად? მოდი, გაგვიზიარე შენი მოგების ტაქტიკა. შენი გენიალური იდეები. გადავწყვიტებ სონი დამედო ჩემს ინტელექტზე. რა იყო, რა მოხდა? არაფერია. არა უშავს, უბრალოდ ჯენიას პირიდან გავიგე სიტყვა ინტელექტი და გულმა ვერ აიტანა. იცინეთ, ინტერნეტში უამრავი ლაიფჰაკია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადარჩეთ დღეში. ინტერნეტში? ხო, უბრალოდ დავგუგლავ მათ და მე გამოვალ ნებისმიერი სიტუაციიდან. მე გადავრჩები. ანუ ყველანი თვითონ რისი წამოღებას დღეში შეგეძლო, ტელეფონი წამოიღე? მხოლოდ ტელეფონი? ასევე ტელეფონის დამტენები. კარგი, ჟენია, გასაგებია. ამ მომენტამდე მეგონა რომ არ დაიკარგებოდი. დღეში ინტერნეტი არ არის და ტელეფონსაც საერთოდ ვერ დატენი. მობილურის ინტერნეტსაც ვერ გამოვიყენე? წარმოგიდგენია? მოდი ერთმანეთს ვაჩვენოთ, რეები წამოვიღეთ. ძალიან საინტერესო იქნება. აი, ნახეთ. და შენ რა საჭირო ნივთები წამოიღე? რა წამოვიღე და? მე წამოვიღე ყველაფერი, რაც დამეხმარება გადარჩენისთვის. აბსოლუტურად ყველაფერი? კი ბატონო. ლენტი, რატომ გჭირდება? მე შემიძლია ამით ავაშენო თავშესაფარი. თავშესაფარი? ვის განაპირებთ ამალას? კოღოებისგან? მოიცადე. ყეა ნიკოლ, ნებისმიერ ვიმესთან რამეს შეუძლია აქ ცხოვრება. ლენტი ნამდვილად სასარგებლოა. შეგიძლია ბევრ რამეს გადააკრა. მაგალითად შემიძლია რომ თქვენ აგიკრათ პირები. იცი რა? პირი რომ ადრე აკრული გქონოდა, შეიძლება ახლა უფრო პატარა ზომის ტანსაცმელი გეყიდა. რა თქვი? გაჩერდით. კიდევ რა წამოიღე? გვაჩვენე. თოკი. წებო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რის ჩამოსაპირებ? ჩვენ ტყეში ვართ, აუცილებლად იქნება კენკრა, შესაძლოა ხილიც. შენ რა წამოიღე, ნიკოლ? თქვენგან განსხვავებით მე საჭმელი წამოვიღე. შიერი არ ვიქნები. ასე რომ ბუტერბროდი, ბანანი, ვაშლი, ბილეული, წვენი, შელიბონი. მაშინ შენ ჩვენ საჭმელს გაგვიყობ. როგორც ყოველთვის, შენ ყოველთვის იღებ ჩემს საჭმელს. რა მოხდა მერე, ნიკოლ? ასე რომ თმის კაფი, დასაბანი კრემი, ტონალური კრემი, შხაპის გელი, კიდევ ტანის ლოსიონი, თმის ბალზამი, თმის შამპუნი, თმის სკრაბი. რატომ გჭირდება ესენი ტყეში? რას გულისხმობ? აბა როგორ დავიბანო? მოდი გკითხავ, სად აპირებ დაბანას? ჯანდაბა, არ მიფიქრი ამაზე. იქნებ როკ რაიმე მდინარე იყოს. კარგი, რომ მოვიგო მზად ვარ, ერთი დღე არ დავიბანო. რა თქმა უნდა, კარგი, მე ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ საჭმელად არაფერი წამომიღია. აქ კენკრა არ დამინახავს. მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ნიკოლი თავის საჭმელს გაგვიყობს. მან ეს უნდა გააკეთოს, რადგან მე მის წინააღმდეგ კომპრომატები მაქვს. ნახე როგორ აღიარა მან სიყვარული A4-ის ლათთან. იმუშავე. ვახ, ეს შეუძლებელია. ილონ მასკ, მართლა ასეთი შეუძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება? ეს ტყეა და არა შავი ხვრელი და ინტერნეტი აქ არ მუშაობს. ეს ნაგავია. რა მოსაწყენი ადგილია. ასევე ზოგიერთი არსება აქ მუდმივად დაწოცავს. აი ეს კარტობაა ჩემთვის. რა არის ეს? ძალიან უცნაური ნაკვალევია. მეშინია. არის ვინ მე აქ ჩვენს გარდა? ბიჭებო, სად ხართ? ჟენია, ბოგდან, მოდით აქ. ნიკოლ, რა მოხდა? შეშინებულად გამოიყურები. კარგი, მიწაზე ძალიან უცნაური ნაკვალევი შემხვდა. გვეხუბრები ალბათ, ხო? არა, წამოდით და ნახეთ, თუ არ დაინახავთ. წავედით.
როგორ ფიქრობ, ვისი ნაკვალევია? იქნება ცხოველის ნაკვალევია? ნათვის? თუ არ ესის? ვეფხვის? კარგი რა, ტყეში ასეთი ცხოველები არ არიან. აბა ვისია თუ ცხოველი არ არის? იქნების რაღაცნაირი მონსტრისა? ო, ის კაცი. როგორ ფიქრობ, ეს ვინმე კარგი ადამიანია თუ ცუდი? არ ვიცი და არც ის მინდა რომ შევხვდე და გავიგო როგორია. როგორც ამბობენ, წინასწარ გაფრთხილებული იარაღდება ხოლმე. ჩვენ უკვე მივიღეთ გაფრთხილება. ანუ უნდა შევიარაღდეთ? იარაღი? დიახ, რაღაც უნდა გქონდეს რომ თავი დავიცვათ. მზად უნდა ვიყოთ თუ აქ ვინმე ცუდი გამოჩნდება. იქნებ არ დაგჭირდეს, მაგრამ ჯობია ჩვენთან იყოს. კარგი, როგორ შევქნათ ეს თავდაცვითი იარაღი? უნდა მოვძებნოთ სხვადასხვა გამძლე ჯოხები. მე ვიცი რათაც ვიზამ. ნამდვილ ხმას გავაკეთებ. მე მაქვს ლენტი. დავიწყოთ მომზადება. ამ ორ ჯოხს ერთმანეთზე ლენტით დავამაგრებ. აი, ეს ისეთი ხმალია, როგორც ნამდვილ რომაელებს ჰქონდათ. ხმალი მზადაა. ამ ხმით სოფელში მხოლოდ ცხრების დევნა შეიძლება. არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი საეჭვოა? რას გულისხმობ? იქნებ ყველაფერი ბოგდანმა მოიფიქრა და მან დატოვა კვალი? ჩვენი გაპრენკვა უნდა და გვაჩვენა რომ კარგი იყო რომ მან ლენტი წამოიღო? მართალია, შენ უბრალოდ გინდა რომ ვიფიქროთ რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ. სწორედ ამიტომ შენ ჩვენი გაპრენკვა გადაწყვიტე. ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიაა. ის რომ მე თქვენზე მაგარი ვარ, მანამდე ცხადი იყო, სანამ ამ კვალს ვიპოვიდით. ასე რომ ამ სქემას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. გაიგეთ? მისმინეთ, ღამე აქ ლავჩებით. ჩვენ გვჭირდება რაღაც, რაშიც შეგვიძლია დავიმალოთ. იქნება არ? არა, ჩემი აზრით ახლა ჯობია რომ ლენტით სახლი გავაკეთოთ. მერე მიდი და მოიტანე. აი, აიღე. მოდი, მე გავასწორებ, შენ კი ხეებს შემოატარე. ო. კარგი. მოკაჩე. მიდი. კარგი. მე ვფიქრობ, გონი რაღაც ქოხივით იქნება. მე კიდე მეგონა რომ ასეთ ქოხებს მარტო თახვები აშენებდნენ. მიდი ნიკოლ, გაციე, უფრო ძლიერად. ბოგდან, ნახოთ თუ შეძრებ იმ სამხეს შვიდსამში შემოურბინო. აგიჯო შენ დაიწყე. მე 4 წრეს შემოურბენ. მოდი გავაკეთოთ. 1 2 3 წავედი. 1 2 3 4 5 ო, ცოტა უკეთესია. თავარია პრაქტიკული იყოს. მე რომ ურჩხული ვიყო, აუცილებლად შემეშინდებოდა აქ შემოსვლის. რატო? რატომ და? მეგონებოდა რომ აქ გიჟები ცხოვრობენ. რა? კარგი, შეიძლება ცოტათი. ასე რომ ახლა ჩვენ გაჩვენეთ პატარა ოთახის სწრაფტურს. ეს არის შესასვლელი. შეიძლება ბოგდანისნაირი ვიღაცები ვერ შეეტიოთ, მაგრამ მე ვეტევი. ბევრი მწერი და ადგილი, სადაც გვძინავს. ხდებით, ვისვენებთ, მარტივია. ეს კი იატაკია. აქ არის ჩვენი ნივთები, ჩემი ნივთები, ბოგდანის ნივთები. და რაც თავარია, შესასვლელში ჩემი ხმალი დევს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად შევინიღდეთ ეს ადგილი. ჩვენი ქოხი. აქ ვერც ერთი ცხოველი ვერ ვიპოვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვიმედოვნებთ. საშინელება! ის ღორს გავს. შეტყიდე ხუმრობები. შეხედე ჩვენ საშინებულ სახლს. მე არ ხუმრობ, ის აქ არის. ნახე. ბავშვებო, გონიათ რომ ეს ჩვენ მოგვეჩვენა? როგორ შანს ვიღაც ნამდვილად გვითვალთვალებს? გვეჩვენება თუ მართლა აკეთებს ვიღაც ამას? როგორ შანს მართლა? ის მტაცეგულ ცხოველს გავს. ვინჯანდაბაა ეს? და საერთოდ რა უნდა ჩვენგან? იქნებ ამ ტყის მბრძანებელია. ტყის მბრძანებელია? რა ჯანდაბაა? აი, როგორც ფილმებშია, თითქოს ტყეს ფლობს და გაბრაზებულია, რომ მის ტერიტორიაზე უცხო ადამიანები არიან. ეს ძალიან უცნაურად ჟღერს. და რა მოხდება თუ ეს ყველაფერი სიმართლეა? ალბათ მას უნდა რომ ჩვენ დავტოვოთ ეს ტყე. მერე ჩვენ დანებება მოგვიწევს და ტყეში 24 საათს ნახდად ვერ გავატარებთ. რა ვქნათ, იქნებ რამენაირად დავამშვიდოთ იგი. მართალია, მე აქ ამისთვის ცოტა კბილეული მაქვს. ხო და ამოიღე, გადაუგდე მას და სწრაფად გამოიქეცი. აი, გადავაგდოთ. ხილად იყავი. მიდი, ნელა გადააგდე. გადააგდე. როგორ ფიქრობ, ჩვენ დავამშვიდეთ იგი? ჩვენ უნდა დაბრუნდეთ და ვნახოთ, წაიღო თუ არა მონსტრმა ტკბილეული. და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ იქ დაბრუნება ჩვენთვის უსაფრთხოა? ცოტას მოვიცალოთ და გადავამოწმოთ. მოვემზადოთ. შეწყვიტეთ ლოდინი, წავიდეთ. ო, მას ყველაფერი შეუჭამია.
როგორ ფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოახერხეთ მისი დამშვიდება? მილეული შეჭამა. ისე ფაქტია, რომ ის ტკბილეულს ჭამს და არა თინეიჯერებს. ეს კარგია. თუ ის ტყის მბრძანებელია, მაშინ ტყე მისი სახლია. ლოგიკურია. მაშინ რატომ ანაგვიანებს თავის სახლს ის? იქნებ ეგონა, რომ რადგან ჩვენ მივეცით, ჩვენ უნდა გავასუფთავოთ და ეს ჩვენი საქმეა. ყოველ შემთხვევაში ის აქ აღარ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ მამან იმუშავა. თუ ჩვენ მოვაგვარეთ მონსტრის პრობლემა, მე გთავაზობთ, რომ გამოწვევა ვცადოთ. რა გამოწვევა? თოკი მაქვს. ჩვენ მას ხეებს შორის დავამაგრებთ. ეს იქნება რამდენიმე დაბრკოლება ერთად. ვინ შეძლებს, რომ ეს ყველაფერი გაჩერების გარეშე გაიაროს და ყველაზე სწრაფად ის მოიგებს? რას იღებს გამარჯვებული? ო, პრიზის გარეშე არ არის საინტერესო. ერთი საძილე ტომარა წამოვიღე. მინდოდა შემენახა, მაგრამ ჩვენ ახლა მისთვის ვიბრძოლებთ. სწორედ ის იქნება პრიზი. ო, სწორედ ამას გულისხმობ. და აი ჩვენი დაბრკოლება. ვინ იქნება პირველი? მე არა. კარგი, მე მზად ვარ. მოდი დავიწყოთ. მოემზადე, ყურადღება წავიდა. ბოდია, შენ უნდა დაიწყო. 2, 3, წავიდა. როგორ ჩანს, ვერ მოახერხეთ მისი დამშვიდება? იქნებ მას მეტი ტკბილეული უნდა? იქნებ მას ჩვენი ჭამა უნდა? ჯანდაბა, რატომ მოვედით ამ ტყეში? ო, ჩვენ შეგვეძლო სახლში უსაფრთხოდ, თბილად ყოფილიყავით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი გაკეთება მოდი შეგვიძლია. შევხვიოთ და ბუჩქების უკან დავიმაოთ სწრაფად. ო, მოდი გავაკეთოთ უფრო სწრაფად. კარგი, გაქცევის თავარი წესი არის შენი ღვაწ. ახლა შენ სრულიად შეუმჩნეველი ხარ. ყოველ შემთხვევაში რაღაცის გაკეთებას ვცდილობ. სამუდამოდ ვერ გავექცევით ამ ორ ჩხულს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის. აბა რა გეგმა გაქვს? ჩვენ ხაფანგი გვჭირდება. საიდან მოვიტანოთ ხაფანგი? ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა მის გასაკეთებლად. მე გთავაზობთ ორ მოგავაკეთოთ და ხეებით და ტოტებით შევენიღოთ. მართალია, მონსტრი ჩვენ გამოგვეკიდება და ბოლოს ჩალვარდება. და მე რა? ჩვენ ვაკოცებთ მას თუ რა? სიტუაციიდან გამომდინარე, იქნებ შეეშინდეს და გაიქცეს. როგორ შევიტყუოთ მონსტრი იქ? ჩვენ უნდა გამოვიდეთ სამალავიდან და გავაბრაზოთ მონსტრი. მერე იგი გამოგვეკიდება და ჩვენს გაკეთებულ ხაფანგში ჩავარდება. როგორ გავაბრაზოთ იგი? უნდა მოვიფიქროთ. იქნებ თუ ის მართლა ტყის ბრძანებელია, არ მოეწონოს რომ ჩვენ ამ ყველაფერს აქ ვაკეთებ? შეგვიძლია რომ მას დავჩინოთ, თითქოს არ გვეშინია. მას შეიძლება შეეშინდეს და გაიქცეს. შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთდროულად ვცადოთ. რომელიმე მაინც უნდა იმუშაოს. შეხედე ურჩხულო, ტყეს ჩვენიან ყოფნა ნამდვილად არ მოწონს. დიახ, შური იძლია მასზე. რას აკეთებთ ბიჭებო? გინახავთ იგი? რა ჯანდაბა უნდა ქნას ამ ურჩხულმა? მართალია, მას არაფერი შეუძლია. კურდღელივითაა. მას ეშინია და ჩუმად არის. მას არაფერი შეუძლია ფაქტობრივად. საერთოდ არ მეშინია. სუხარ კიდეც მასზე. მე უფრო მეშინია დედა ჩემის, როცა ის მათემატიკაში მიღებული ორიანის გამო დასატუქსად მოდის. მას ახლა ჩვენ დავიჯერთ. ისეთი სულელი არ არის, როგორიც ჩვენ გვეგონა. ჯანდაბა, ჩვენ გავაბრაზეთ იგი. რას ვიზამთ ახლა? მართალია, გირჩები. სერიოზულად ბოგდან? გირჩები? რაზე ფიქრობ? ესწორეთ მას რამდენიმე გირჩი. ფიქრობ ჩვენ ნამდვილად გავაბრაზეთ იგი. ახლა ან ჩვენ გადავრჩებით, ან ის. რა ვქნათ ახლა? ბავშვებო, რატომ არ ვცდილობთ მასზე თავდასხმას და დაჭერას? მაშინ ჩვენ გვჭირდება რაღაც უფრო მაგარი, ვიდრე ხაფანგი. რა მოხდება თუ სატყუარას გამოვიყენებთ და ქოხში შევიტყუებთ და შემდეგ დავიჭერთ მას? როგორ ვაპირებთ მის დაჭერას? ისევ და ისევ, ლენტი დაგვეხმარება. მართალია, ჩვენ მას ფეხებს და ხელებს ლენტით შემოვუხვევთ და ეგ არის. რის გამოკეთებას ვაპირებთ სატყუარად? რატომ მიყურებთ ასე? ნიკოლ. არა, თქვენ სულ გაგიზდით? ხო, ნიკოლ, ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება. შენ არაფერი არ დაგემართება. ჩვენ გავაკონტროლებთ მთელ სიტუაციას. მე არ ვიქნები ურჩხულის სატყუარა, არავითარ შემთხვევაში. მაშინ ყველას დაგვიჭერს და ტყვედ დაგვიყვანს. ან რაიმე უფრო უარესი მოხდება. ანუ მე უნდა ვიყო სატყუარა? ნიკოლ, სხვა ვარიანტი არ გვაქვს. კარგი, მე თანახმავარ ბავშვებო, მაგრამ იცოდეთ, თუ რამე დამეშავდება, პასუხს თქვენ აგებთ.
კარგი ჟენია. ახლა ჩვენ გავალთ და ურჩხულს ვაცნობებთ, რომ მივდივართ და ნიკოლი აქ მარტო რჩება. სულ მარტო. აქვე ჩუმად დავიმალებით სადმე, დაველოდებით როდის შევა ურჩხული ქოხში და ჩვენ მას დავიჭრეთ. მე აგზივარ და ლოცულობ რომ გადავრჩე. გასაგებია, სულერტი და იგივეა. ამდენს ნუღელავ ამაზე. ჩვენიერი იქნება. ახლა ჩვენ წავალთ ტოტების მოსატანად. აქედან ასე შორს უნდა წავიდეთ. ო, ნიკოლი კი ქოხში მარტო იქნება. მას ძალიან უნდა ეშინოდეს. არა უშავს. რამდენიმე საათში ჩვენ დავბრუნდებით. დახვამდის ნიკოლ, შეგიძლია დაიძინო. დაიძინე მარტო, სულ მარტო ამ ქოხში. კარგი რა, უმაგრესი მსახიობები არიან. აი იქ არის, სულ ცოტაც და ჩვენ მას დავიჭერთ. რატომ სურს ვიღაცას რაღაც ჩვენგან მუდმივად? ჯერ საშინელი მეცნიერი, ახლა კი მონსტრი. ჩვენ ნამდვილად ცუდი იღბალი გვაქვს. მიდი დაიჭირე, არ გაუშვა. მიდი. ეს ნიღაბია? ვინ ატარებს? ახლა მოხსნით და ჩვენ გავიგებ. ო, დედა. რას აკეთებ აქ? თქვენი გაპრენკვა მინდოდა. მე გონა რომ აქ მოიწყენდით. გაპრენკვა? და რატო? დიახ, თქვენ ბავშვები ხართ და დღეში მარტო წახვედით. ვიფიქრე, ცოტა სიხალისებდით და ყურადღებას მოგაქცევდით. არ მინდოდა რომ უყურადღებად ყოფილიყავით და რამე დაგმართნოდათ. დედა, ხო, გვაპატიე. ხო, არ ვიცოდით რომ შენ იყავი. ჩვენ გვეგონა ეს ნამდვილი მონსტრი იყო. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და დაგაუცეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად.